ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტს ყავს ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე. ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის ჩამოყალიბება ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპებისა და მართლმსაჯულების განვითარებას. ამ ინსტიტუტის მეშვეობით ადამიანები ერთვებიან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იგებენ თუ როგორ მუშაობს მართლმსაჯულების სისტემა. ამით კი ახერხებენ სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებას, რომელიც არის დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პირობა. ასევე სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესებასაც. ეს ინსტიტუტი ზრდის სასამართლოებისადმი ხალხის მიღებას, რადგან თავად უწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევეა ცნობიერებენ იმას, რომ მართლმსაჯულების განხორციელება რთული პროცესია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. რადგან ერთმა არასწორმა და უსამართლო გადაწყვეტილებამაც კი მძიმე შედეგები შეიძლება მოგვიტანოს. იგი ხელს უწყობს საქართველოში ინკვიზიციური მეთოდის გაუქმებასა და შეჯიბრებითობის პრინციპის დამკვიდრებას, რაც ბრალდებასა და დაცვას აყენებს არსებითად თანაბარ მდგომარეობაში და იზრდება იმის ალბათობაც, რომ გადაწყვეტილებაც სამართლიანად იქნება მიღებული. სამართლიანობის ხარისხს ისიც ამაღლებს, რომ ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც იქნებიან მიუკერძოებელნი საქმის განხილვის მიმართ, უფრო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანენ, ვიდრე ერთი მოსამართლე, რომელზე გავლენის მოხდენად შეიძლება მარტივი აღმოჩნდეს. საჭიროა თითოეულმა ადამიანმა კარგად გაიაზროს ამ ინსტიტუტის მნიშვნელობა და ხელი შეუწყოს მის დამკვიდრებასა და განვითარებას ქვეყანაში.